ერთი პრაქტიკული საკითხი მინდა გითხრათ. მე ვიცი დაიღალეთ. მაგრამ ჩვენ ერთმანეთი იმედია მოგვენატრა. მე მომენატრებ თქვენი არ ვიცი. მალე დავასრულებ. ერთი პრაქტიკული საკითხი. ჩვენ ამ თემებს რო შევეხეთ, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ესე იგი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ღმერთს და ჩემში ნაგან მდგომარეობას გასაგებია, მაგრამ ღმერთის ხელშია ყოველივე და ღმერთის ნაწილი ვარ მე და ღმერთი კიდე როგორია ჩემი ღმერთი? ღმერთი სიყვარულია. და რადგან ღმერთი სიყვარულია, ამიტომ პრინციპში მე მამის წიაღში ვარ. კი ბატონო, ვიდგები ესე და რაღაცა და ესე გარანტირებული მაქვს ცხონება თუ არა ეკლესიის ნაწილი, ანუ ქრისტეს შეერთებული, ქრისტეს ღვთაებრივ ჰიპოსტასში მოქცეული და მეტნაკლებად გარეგნული წესებით ეხა გავიგე რომ უნდა მეშინოდეს და გავარ ესე და ცხონდები. იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია. შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ცრუ ეგეთი ილუზია. მით უმეტეს რომ ცხონებისადმი იურიდიული დამოკიდებულება რომ დააშავე, დაისჯები და კარგად მოიქეცი და თავზე ხელს გადაგისვავენ, ეს საკუთრივ უცხოა მართლმადიდებლური დოქტრინისათვის. ეს უფრო კათოლიკურ დოქტრინას ახასიათებს, ღმერთი როგორც სასტიკი მსაჯული, დააშავე, დაისაჯე, ესე იგი, კარგად მოიქეცი და წყალობები და ქულებს აგროვებ და იმდენი ქულა შეიძლება გქონდეს, რომ სხვას გაუნაწილო, პირდაპირ გაგებით არის ესე. ანუ ეს იურიდიული დამოკიდებულება უცხოა დოქტრინალურად მართლმადიდებლობისათვის. სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის და აი ეს იურიდიული დამოკიდებულება იმდენად გამძაფრებული, რომ ვაიმე დღეს ლოცვაში ერთი სიტყვა ვერ თქვი რაღაცთან, კარგად ვერ თქვი, გამომჩა და არ დავისაჯო, აი ესეთი უცნაური შიშები ახასიათებს ხოლმე ადამიანს არაჯანსაღი. მაგრამ აი ეს აკუდროსობები ხო ახასიათებს ადამიანებს. ის რომ დოქტრინალურად იურიდიული დამოკიდებულება ცხონებისადმი უცხოა მართლმადიდებლობისათვის, ამან ძალიან ბევრი ადამიანი თუ მორწმუნეთა ჯგუფი შეიძლება გადახაროს ზედმეტი ლიბერალიზმისკენ და გაუქრეს შიში ღვთისა. იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია, მე ესე იგი მთავარია რომ წამდეს და ესე იგი, ღმერთი არ არის სასტიკი მსაჯული და არ დამჯის და არც წამახალისებს, მაცხოვნებს უყვარვარ და მოკლედ გახადოს ადამიანი პასიური რელიგიურად და ზნეობრივად დააკნინოს მისი მდგომარეობა. და მისი რელიგიური სიცოცხლე ჩაკვდეს, იმიტომ რომ ეხლა თუ საშიში და შიში ღვთისა დაყვანილი იქნას მხოლოდ იმაზე, რომ ღმერთს შეიძლება გული ვატკინო და ღმერთი დავკარგო და ჩემი პასუხისგებლობა მის წინაშე გავანოლო. საქმე იმაშია, რომ დოქტრინალურად დიახაც ესია, ამას თქვა ძალიან კარგად ამბობს იგივე ანტონი დიდი, აი რაც მე ვთქვი რომ ღმერთი არავის არ ჯის, არამედ ღმერთი მუდამ სიყვარულია და ასე შენ შორდები და შენ უახლოვდები და შენ შორდები ღმერთს, მაგრამ პატრისტიკა არ მოიწურება არც მარტო ანტონი დიდით და არც ერთი რომელიმე სხვა წმინდა მამებით, არამედ ეს არის მთლიანად ქრისტიანული მოძღვრება და მთლიანი სისავსით უნდა იქნას აღქმული. საქმე იმაშია, რომ ის რაც უცხოა იურიდიული დამოკიდებულება ცხონებისადმი დოქტრინალურად არ არის უცხო და არ შეიძლება იყოს უცხო ჩვენს პრაქტიკულ ქრისტიანულ დონეზე, ანუ პიროვნულ ასკეტურ დონეზე. იმიტომ რომ თითოეული პიროვნება სულიერ ცხოვრებაში, პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში ხედავს არა მარტო საკუთარი ბუნების უუნარობას, რასაც ცოდვა და დაზიანებული ბუნება ქვია, უუნარობას ღმერთთან ყოფნისა. მე ვარ უუნარო, ჩემი დაზიანებული ბუნების გამო ვიყო ღმერთთან, ამიტომ ესე ვარ და ღმერთის წყალობას ველოდებ. ეს ერთხელ სწორია, მაგრამ სულიერად მაცხოვრებელი ადამიანი მარტო ამას კი არ ხედავს. სულიერად მაცხოვრებელი ადამიანი ხედავს, რომ აი ამ თავისი დაზიანებული ბუნების გამო და ამ დაზიანებულ ბუნებაში არსებული ვნებების გამო ის ჩადის გარკვეულ საქმეებს და ეს საქმეები არის დანაშაული და ხშირად ღალატი წინაშე ღვთის. გესმით, არა მარტო დაზიანებული ბუნება მაქვს, არამედ ამ დაზიანებული ბუნების გამომდინარე აქტიურად მოქმედებ და ეს ჩემი ქმედებანი არის ხშირად პირდაპირ მიმართული ღვთის საწინააღმდეგოდ, ნების, ჩემი პიროვნული ნება უპირისპირდება და ხშირად ვღალატობ უფალს. და ბუნებრივია, როგორც კი ეს განცდა მოდის ჩემში,
მე სხვას შეიძლება არ მიუთითო, მაგრამ ჩემში როგორც კი მოდის, რომ მე უღალატე უფლს, კიდევ დავაშავე, კიდევ მის ნების წინააღმდეგ წავედი, თავს ვერ ვიმართლებ. იცი რა მე დაზიანებული ბუნება მაგ და ეხლა რაც გინდა ისქენი, არა. იმ წამსვე მოდის ჩემში განცდა პიროვნული დანაშაულის აღბერთის წინაშე და იმ წამსვე ეს იურიდიული განცდა, რომ მე რადგან ღიღალატე, მე სასჯელის მოლოდინში ვდგები. სამართლიანი სასჯელის მოლოდინში და თითოეულ პიროვნებას, რომელიც სწორეს სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ანუ ეს ნიშნავს ხედავს თავის დაცემულ დაზიანებულ ბუნებას. ხედავს ამ დაზიანებულ და დაცემული ბუნებაში არსებულ ვნებებს. ხედავს იმას, რომ თავის ამ ვნებებს არათუ ვერ აკონტროლებს, არამედ სიხარულით მიყვება და აქედან გამომდინარე ღალატობს. ღმერთს მუდამ აქვს განცდა სამართლიანი სასჯელის მიღების ამ სასჯელს იმსახურებს, ის გზნობს ამას. და ესეთი განწყობა ადამიანს უფრო მეტი და მეტი სინანულისაკენ განაწყობს და მის ცხოვრებას რელიგიურს აცოცხლებს და აძლიერებს. ხოლო თუ ეს ნაწილი მოვაცილეთ, ეს პიროვნული ასკეტური მხარე და მარტო დოქტრინალური მხარე დავტოვეთ, ჩვენი რელიგიური ცხოვრება ჩაკვდება და უკეთეს შემთხვევაში კარგი ღვთისმეტყველების პროფესორებად გადავიქცევით, რომელსაც არანაირი კავშირი შეიძლება არ ქონდეს ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებასთან.